ანსამბლი რუსთავი დიდ ბრიტანეთში ტურნეს შემზადება, მუსიკოსები საგასტროლო მოგზაურობაში 12 თებერვალს გაემგზავრებიან. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში და ტურნეს შესახებ უფრო მეტს უკვე ჩართვიდან შევიტყობთ. ნინი, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. Როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანსამბლი რუსთავი აქტიურად აგრძელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ესრუნვას და ამჯერად დიდ ბრიტანეთში გასტროლისთვის ემზადება. სულ მალე გაერთიანებული სამეფოს ქალაქების სცენებზე ქართული ფოლკლორისა და გალობის უძველესი ნიმუშები გაჟღერდება. გარდა მუსიკალური ნომრებისა, გასტროლის ფარგლებში მუსიკოსები ქართული მრავალხმიანობით დაინტერესებულ ადამიანებსაც შეხვდებიან. ჩემთან ერთად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი არის და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ იგი უფრო მეც მოგუყვება. მიშო, დილამშვიდობისა. მადლობა ამ თემით რომ დაინტერესდით. პირველ რიგში გილოცავთ, რომ ასეთი წარმატებით მიიწევთ წინ და მინდა კითხოთ, როგორ მიმდინარეობს რეპეტიცია, როგორ ემზადებით გასტროლისთვის. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ანსამბლ რუსთავს აქვს ძალიან დიდი ისტორია და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის საერთაშორისო ურთიერთობები ეს არის ანსამბლის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნაწილი. ამიტომ ეს გრძელდება, რა თქმა უნდა, და ჩვენ უკვე სულ რამდენიმე დღეში გავემგზავრებით ბრიტანეთში, სადაც შედგება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიებები. ეს არ მოიცავს მარტო საკონცერტო გამოსვლებს, აქ არის სამუშაო შეხვედრები, სადაც დაესწრებიან ამ შეხვედრებს ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული პიროვნებები. იქ არსებობს რამდენიმე გუნდი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას მღერის. თავად ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა ბრიტანეთთან, იქ არსებულ გუნდებთან, ის თავად მოგზაურობდა ინგლისში და ასწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერას ბრიტანელ სხვადასხვა ანსამბლის წევრს. ეს გზა გრძელდება. ამჯერად ჩვენ გავემგზავრებით რამდენიმე დღეში და დავიწყებთ შოტლანდიიდან ამ ტურს და შევხვდებით რამდენიმე ქალაქის გამორჩეულ შემადგენლობას, რომლებიც შეისწავლიან ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქ არ ხდება მარტო ის, რომ ეს ადამიანები მოისმენენ, აქ მთელი ტრადიცია, ასე ვთქვათ, ერთიანდება, სადაც სუფრის წესიც იქნება წარმოდგენილი, იქნება ამ სიმღერების სხვადასხვა ვარიანტების შესწავლა, პოპულარული სიმღერების რუსთავის რეპერტუარიდან, ასევე ვიცით, რომ ისინი იქ სწავლობენ კონკრეტულ სიმღერებს, მაგრამ მათ აინტერესებთ კიდევ სხვა ვარიანტების შესწავლაც ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, საკონცერტო ნაწილი. ფაქტიურად ეს არის საკმაოდ დატვირთული გასტროლი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად 12 რიცხვიდან ვიწყებთ ღონისძიებებს, ყოველდღე გვაქვს სხვადასხვა ქალაქში კონცერტი და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და ორ, ასე ვთქვათ, ქვეყანას შორის ეს იქნება საქართველოს, ინგლისი, საქართველოს, შოტლანდია, იქნება ძალიან სასიკეთო და სასარგებლო კულტურული ურთიერთობების გასვლისთვის. და რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებისთვის, იმიტომ რომ ეს მოგზაურობა დაიგეგმა შემოდგომაზე, როცა ჩვენ როიალ ალბერტ ჰოლში გავმართეთ კონცერტი, ძალიან ცნობილ მუსიკოსთან ერთად, ავი ავიტალისთან ერთად. და აქედან შემდეგ დაიგეგმა უკვე ეს ღონისძიება. კიდევ იგეგმება საგაზაფხულო ტური, ამ შემთხვევაში ინგლისში, რასაც მუშაობთ. და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ნაყოფიერი და ჩვენ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გავიხსენებთ იქ უცხოელ მსმენელთან და ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებულ პირებთან ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, მის ურთიერთობას ამ ადამიანებთან და ამ შემთხვევაში ანსამბლ რუსთავის ახლანდელი შემადგენლობა, ახალი თაობა უკვე იმ გზას განაგრძობს, რასაც რუსთავის ძალიან დიდი და ისტორიული გზა ქვია. დიდ ბრიტანეთში ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი გასვლა ჰქონდა ანსამბლ რუსთავის სხვადასხვა თაობას ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად და ჩვენ ეს ურთიერთობა ძალიან მჭიდრო გვაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, გველოდებიან ინგლისელი
და ასევე შოტლანდიელი შემსრულებლები. ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოში, მაგალითად ეს არის მრავალხმოვნობის სიმპოზიუმის ფარგლებში გამართული კონცერტები, სადაც ისინი გამოდიან და ყოველთვის არის გაცვლითი, ასე ვთქვათ, ნაწილი. ამჯერად ჩვენ უკვე ფაქტიურად, მე რამდენიჯერ წარდგება რუსთავი ბრიტან მსმენელის წინაშე, ესა მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო ამბავი და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ფართო გზა გაიხსნება და დაინტერესებული პირები უფრო გაჩნდებიან ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის სურვილით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა და ახლა მინდა გთხოვოთ, რომ ერთ-ერთი სიმღერა შეერჩიეთ თქვენი რეპერტუარიდან და ესეთ მხიარულ განწყობაზე დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. მე იქით გადავინაცვლებ. დიდი მადლობა ნინი ჩართვისთვის, ურმესი მადლობა ანსამბლ რუსთავს ამარაჩვეულებრივი ხანგებისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მათ.